მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი დღეს მივდივართ ერევანში ტრაკზე კომანდა დიდი შემადგენლობით არა 1 2 3 4 მანქანა მაგრამ კიდე მოდიან ქართველები ბიჭები კიდე მოდიან და ყველა დიდი იმედებით ვართ საპრიზოები უნდა წამოვიღოთ საქართველოს უნდა წამოვიღოთ საპრიზოები. წარმატებები ჩვენ და გაიძღეთ თქვენ. მოკლედ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ეხლა ახლიდან წელი იმიტო ვიდეოს რომ არ შეიძლება საზღვარზე უშუალოდ ვიდეოს გადაღება და მთხოვეს ბიჭებმა და ბოდიში მოუხადე. მოკლედ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ტუტი ფრიში დგევართ. გვერდში გიდგას აგერ პორტალი ისევ ხოლოდ პორტალი დაგვიდგა გვერდში და მივდივართ ახლა შემართებით კაი ხასიათზე ბიჭებიც მოდიან კიდე და მირეკეს სუბრათი X3M-ით რაკერაც მოდის ტატოც მოდის მოკლედ დიდი კომანდა ვიქნებით რა ყველა კარგად ვართ, ყველა ხოთზე ვართ. რა თქმა უნდა, მადლობა პორტალს გვერდში დგომისთვის. აბადროებით ბიჭებო, მე და კიდე ჩაგერთვებით. გავუჩერდით ახლა პერევარზე. ერევანში მივდივართ და ასე შენებურად რიკოძე ვართ რა ახლა ამათთან. შენი ქარხანა და დამპროექტებელი თავის დროზე Jo, marștugăbi acasă grijă uita de el. Vor șuentan. Se la casa pe la compresor ma isa გაითიშა და ვამოწმოთ რა უნდა. თალში ყველაფერი წესრიგშია. ხიერული დღეველის წინ. მოკლედ ახლა პოლიციამ გაგვაჩერა და გადაღება არ შეიძლებაო, არავითარ შემთხვევაშიო. ვინც გადაიღო წააშლევინა. ჩუმად ვიღებთ. სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ კოლონა მთლიანი დაგვაყენა ახლა და მიდის იქ მაგარი გაიწი და მაკავე არის ვიდეოებზე. მიდის პლიონკის აზრობიზაცია. აგე იქიდან იმ არასწორებმა თქვენთან არ გვაინტერესებსო რა კანონები არისო ჩვენთანო არ შეიძლებაო. მარმას პინძლობაო და რაღაცა რო კითხო ამათ მაგრა ეს. ამდენი ადამიანი ყველა გაჩერებულები ვინც ვართ ყველა მუთხარეთ რომ ესე სტუმო გოჩა წაყევი გოჩა წაყევი თარჯიმანი რაღაცები ჰაი ჰუი და აზრი არა აქო ჩვენო რო გითხარითო რომ კანონი ჩვენთან კანონიაო როდიდან გახდა ამათთან კანონი არ ვიცი აი ეგრე არ ჩავს ნიტოქში დაგვაჯარიმეს Короче, ერთი თო ჩოგო შეგვიძლია ყველა ასპექტი. ხო, ეგ ბაზარი არა. ხო და, მოკლედ. დაგვაჯარიმეს. ხო, ამათი დედაც. მოგრეთ დავყიალობთ ერევანში
ვეძებთ კარგ რესტორანს. ჯაბა დუდღუნებს. იმან წითელია თუ დიმას უკვე ჩეკმა დავრებია წაუწყო. დავივართ ასე მათ არაფერია რა მოსკვიჩი წამოდამოწრე. ხოდა. ვერ ვნახულობთ რესტორანს, წესიერს. ტერასებიც რო ქონდა და დავждეთ და გემრიელად 12 ადამიანმა გავერთოთ. ტერასებიც რო იყოს. დავდივართ დავეძებთ. ჯერჯერობით უშედეგოთ. მაგრამ იმეც არ ავყარგავთ. სულ რაღაც 1 საათ ნახევარია დავდივართ. აх, ჩემი. მოგესალმებით. გამოვედით ახლა სასტუმროდან ბიჭები. ვიდივართ რეგისტრაციის ადგილას. Через 300 метров поверните налево. ეს გოგო ყოველ მოვიშორე მინა ევროპაშისთვის მეღუნავდა. აბა წარმატებები ყველას. იქიდანაც მე გაგერთობთ. გამარჯობა. მოკლედ გაცენდა კვირა დღე, მივიდივართ ახლა რეგისტრაციაზე. ყველა ხოძე ვართ, კარგ ხასიათზე ვართ, კარგად გამოძნებლები ვართ. დღეს მაგარი ამბები იქნება. ბიჭების ჩამოვიდნენ კიდე დამატებით. так что კაი დღე იქნება, მთავარია ორგანიზება იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. დანარჩენი გამოჩნდება ყველაფერი იქ. ნახოთ რა იქნება ეტაპობრივად. რავი, გადავიღებ ხოლმე რაღაცა ვიდეოები და საქმის გულში ჩაგაყენებთ. აბა, კაი დღე ყველას. წარმატებები ყველას და ჩვენ განსაკუთრებით. მოვედით რეგისტრაციაზე. გავდივართ რეგისტრაციას. უასტარით. კლასები არის ჩვენთან როგორც იყოს სულად რეკუბატურების მიხედვით არის და კოეფიციენტები ემატება ტურბოს კომპრესორს და ასე შემდეგ რა. ტრასა არ ვიცი ახლა იქ იქნება თუ აქედან იქით. სავარაუდოდ აქედან იქით იქნება რა. მანქანები არიან, რასაც უყურებ ახლა მე ახლოსაც მივალ. მაგასაც ვნახავ. ესე იგი ერთი მანქანა მოიხსნეს, დისკვალიფიკაცია მოხდეს. ჯაბა მოხსნეს იმის გამო, რომ ახლა გაჩვენებთ. ახლა წინ სუპრა რომ მიდის. ახლა იმ სუპრამ თუ ჩააფარა, უნდა დავცინო. იქ სტარტობდა სულ ყველა რა, ვაფშე. და ყველა ახურებდა. აჰა, მიაფარა სუპრამ. სუპრასთვის შეიძლება. ანალოგიურად ჯაბამაც იქ დაისტარტა და ორგანიზატორი მოვიდა და ახლა მე თქვენ გითხარით რომ არაფერი უნდა გააკეთოთო და აი კაგრას მოყვება ორგანიზატორი. აი ეს არის პანამიანი. ხოდა მოხსნა ჯაბა შეჯიბრიდან. ძალიან აკრეფილი აქვს როგორც ჩანს ჩვენზე სომხებს. თქვენ ომანდო რო გადაერთოთ რა აქვსო, რუსულად თუ არ გველაპარაკებითო, ბრიფინგზეო. პრეტენზია გამოგვიცხადა. რატო უნდა გავითვალისწინო, ჩემი წესიო და არ ღვიო და უყურე. ესენი ყველაფერი ეს დღეს გაკეთებული რა. ნასტარტები, ნაბუქსავებები, ყველაფერი. ჯაბამაც ახლა დასტარტა და ამათმა რო დაინახეს ქართველი იყოს, ე მოხსნეს ეგრევე. არა უშავს. გავითვალისწინებთ ჩვენც ჩამოვლენ ესენი კიდე და ანალოგიურ სტუმრ მასპინძლობას დაუწყობ, კი და დავახვედრებთ. და საორგანიზაციო საკითხებშიც მივეხმარები როგორც საჭიროა ისე აწყდეს. მოკლედ მეგობრებო, მორჩა დრაგი ერევანში და
ანუ ესეთი რაღაცა, რაც ჩვენ აქ ტრაგებზე დავდივართ, არ მომხდარა არასოდეს, ნუ იმინა უპასუხისგებლობა, უზრდელობა, უზნეობა, აი იმინა ყველაფერი, ანუ ორგანიზატორების მხრიდან. ანუ даже ისეთი ცუდი საქციელები გააკეთეს ტიპებმა, რომ მონაწილეებიც კი მაგაცინააღმდეგ, ანუ ადგილობრივი მონაწილეები მაგაცინააღმდეგ წავიდნენ და მაგარი ჩხუბები იყო რა. ანუ მოხდა ეხა შემდეგი ფაქტები რა. დავიწყებ რიგობით. სანამ შეჯიბრი დაიწყებოდა, ეს მანქანა მოხსნეს შეჯიბრიდან იმის გამო, რომ ამ ავტოპარკის ბოლოში იყო გზა. მან დაისტარტა ეს მანქანა და მოხსნეს, ხო, მოხსნეს იმის გამო, რომ მანდ დასტარტვა არ შეიძლებოდაო. და რა ქვია, მიახლოებით ერთი 40 მანქანა იყო მონაწილე და ყველა მანდ სტარტავდა და ყველა მანდ ახურებდა რა და იმაძე ხმა არ ამოიღო, მაგრამ ჩვენ ქართულები რო ვიყავით, შენ დაგინახეო რომ დასტარტეო, ისინი არ დამინახიეო და მოხსნა შეჯიბრიდან ეს ერთი მანქანა. მერე ეს მანქანა ფინალში გავიდა, მაგრამ აღარ გამოიყვანეთ და ავტომატური მეორე ადგილი აიღო მანქანამ, იმიტომ რომ აღარ გამოიყვანეთ ფინალში, იმის გამო რომ აი ეს მანქანა 4-4-ზე კლასში მოხსნეს ასევე მე-4 ფინალიდან იმის გამო რომ ადგილზე ეს მანქანა ვერ ცხელდება, ვერ ბუქსავდება და ესე შემოუაბზელოთ უნდაო, უთხარი ერთ-ერთ ორგანიზატორს და ხო თუ სხვანაირად არ ბუქსავსო, კაიო, გაახურეო. შემოუაბზრიალეთ ეს მანქანა მოკლედ და ის ორგანიზატორი, ვინც ის მანქანა მოხსნა, გადმოხდა და ეს მანქანას მოხსნა, რომ თქვენო საფათო ილეთი გააკეთეთო. ეგო არ შეიძლება აქო საერთოდ დახურული ავტოპარკი არისო და აქო არაფერი არ შეიძლებაო რა და მოხსნა ეს მანქანა. და ამავდროულად ამის გამოსვლა იყო მაგ დროს, ანუ ორი მანქანა ერთად გამოდიდა ხოლმე რა. ეს ხდებოდა ფინალში ფერარის და ფერარი მიგ დასტარტა, სადაც არ შეიძლებოდა საბურავების გახურება ამისთვის. დასტარტა, გაახურა ყველაფერი და რო ვკითხეთ რომ რატო დასტარტა და რატო არაფერს არ ეუნებით, მე არ დამინახიაო. ანუ, ნახე, ორგანიზატორმა მე არ მინახიაო და პრობლემა არ არისო. მეო შენო დაგინახეო და ეგ პრობლემა არისო. ბიჭო, მეთქი, არ შეიძლება ეგრე. შენ რასაც აკეთებ, ეგ არაა სწორი საქციელი მეთქი. მერე ხმაურზე ბიჭები მოვიდნენ, რომ რა ხდებაო რა და აუხსენით სიტუაცია, რომ ეს ერთი მანქანა მოხსნეს, მეორე მანქანა მოხსნეს, მესამე მანქანა მოხსნეს. და მერე ამ ბიჭებმა დაუწყეს ჩხუბი და ყვირილი კაოჩი რა. მერე ამ ბიჭებიდანაც ერთი მოხსნა, რომ რატომ მიყვირი ხარო კაოჩი და ისიც მოხსნა და კიდევ უფრო მაგარი ამბები ატყდა. აი პა. ბიჭები, საბრიზო აიღო ერთმაც, საბრიზო აიღო მეორემაც. წარმატებები ბიჭებო, ისე არ მოვდივარ. საბრიზოები ყველა ამავიღეთ. ჯეკი ჩანსაც შეეხება. ჯეკი ჩანსაც მაგარი გადაობები და არასწორი საქციელები მოხდა. ანუ ნახევარ ფინალში 4 მანქანა ხო უნდა იყოს, რომ პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გაირგვეს, ხო? რა ქვია, ნახევარ ფინალში ვარ და მეუნებიან რომ არა ხარ ნახევარ ფინალში, ანუ ჩემთან თანაგუნდელთან წავაგე ნახევარ ფინალის გარბენი. რომ ფინალში გადავსულიყავი, მე ვერ გადავედი, ფინალში გადავიდა ავტომატურად ეს და მესამე ადგილისთვის ბრძოლისთვის მეუნებიან რომ არაო, კაცო, შენო მესამე ადგილზე რო, შენო მე-4 ადგილზე ხარო. მეთქი, რანაირად მეთქი, ტოპ 4 ხო უნდა კონდეს მეთქი და არა მაქო ტოპ 4-ო, რა თმინაო? შენ რო წააგეო, მე ვისაც უნდა შევხედროდი, ის გავიდა მესამეზეო. ანუ ის მანქანა გავიდა მესამეზე. მოკლედ, გამომაგდეს მეც, ერთი მანქანა გამოვაგდეს, მეორე მანქანა გამოვაგდეს, მესამე მანქანა გამოვაგდეს, მერე კიდე სომოეხი ბიჭი გამოვაგდეს. და ამის გამო რომ ეს გამოვაგდეს გახურებაზე და ფერარი არ გამოვაგდეს, პროტესტის ნიშნად ფინალში აღარ გამოვიყვანეთ მანქანა. კიდე რა იყო? Z4 რო უკან დამიყენეს და ადრე დაასტარტინეს ეგ იყო. ხო, ამ მანქანასთან Z4 დააყენეს როგორ იცი? ანუ აი ხა როგორც დგანან აი ესე იდგა Z4 და უკან იდგა Z4 რა. მიახლოებით ერთი მტკავილით უკან იდგა Z4. Z4 ადრე დაისტარტა, შესაბამისად რეაქცია უკეთესი ჰქონდა და სანამ სვეტაფორი წვანა საინთებოდა გადაკვეთა. შესაბამისად ვეღარ დაეწია გოჩა და მაგის გამო ორივე ჯერზე მაგის გამო წაგებინეს.
ვიდეოც რო აჩვენეთ და ყველაფერი არ მაინტერესებსო. ფარსტარტი არ ყოფილაო. პირდაპირ სიტყვებით ესე არ მაინტერესებსო. ფარსტარტი არ ყოფილაო და თქვენ წააგეთო. მაგის გარდა ჟერები ოკებში რო მერე მეორე წუილები მერე კვალიფიკაცია არ იყო, იმიტომ რომ დრო არ აქვს მაგდენიო და ვითომ ლოჯინი გაუგუშტათ და იყო ჩვეულებრივი სეტკა ესე ქუჩი ჩაყარეს ყველაფერი და ამოვიღეთ. ეხა იქ სომხური ბაზები მიდიოდა ერთმანეთის, იმიტომ რომ ერთმანეთის მანქანები რო არ უნდათ ერთმანეთს შეხვედროდნენ. დაჟე მე დავინახე რომ ჩემი ნომერი სხვაგან გადაამისამართეს რა, ანუ სხვა სეტკაში ჩასვეს. ნუ კიდია მეთქი გასართობად ვარ ჩამოსულები რა პრობლემაა მეთქი. აუჩი მაქედანმა დაიწყო ყველაფერი. სეტკა აურიეს, დაალაგეს ყველაფერი როგორც უნდათ, მაგრამ ყველაფერზე რო უჩხუბობდით. კიდევ კარგი ძმაო რომ მონაწილე ბიჭები გვერდში გვედგნენ, ძალიან ბევრი აი BMW-შნიკები ჩვენთან ჩამოდიან ხოლმე დრაგებზე რა. ეგ ბიჭებიც მოვიდნენ, ეჩხუბეს დაჟე, ხო გითხარით, ერთი ბიჭი მე მოხსნეს. მეორე თვითონ თავისი ნებით არ გამოვიდა რა, ანუ პროტესტში შინახო, რომ არა ხართო სწორებიო რა, რომ ანუ არასწორად იქცევითო რა. რა იყო კიდე? მეტი რავი, აღარ არის საკმარისი. ბოლოს ისე მოხდა რომ ნახევარზე მეტი ხალხი წავიდა მაგათი. ხო, მონაწილეები ბევრი წავიდნენ, ჩვენი ჩხუბების მე და ჩვენ რო არასწორად მოგვექცნენ. და ძალიან ბევრმა ადამიანმა ბოდიში მოგვიხადა პირადად. ხო, მონაწილეები მოვიდნენ და ბოდიშს გვიხდნენ ჩვენ რომ ანუ ამ არაკაცების გულიზეო სიტუაციაში ვარდებითო ჩვენო რომ ანუ ჩვენ სომხებიო ეგრეო არა ვართო რა რომ აი ესეთი არასწორი საქციელებიო რა და სპორტსმენებს კიდე ერთხელ მადლობას ვეუბნები აქედანაც იქაც მოუხადე ყველას მადლობა ვერჩი დგომისთვის იმიტომ რომ სპორტულადაც მოიქცნენ კაცურადაც მოიქცნენ და ადამიანადაც მოიქცნენ რა ყველანაირად სწორები იყვნენ ისინი და აი ორგანიზატორები არიან არაკაცები არასწორები და ყველანაირად ცუდი ტიპები რა. დანარჩენი ეხლა, რავი, რაკერამ საპრიზოა იყო, იმან რა ქვია, ტეტემ საპრიზოა იყო, ბუბუმ საპრიზოა იყო. ანუ საქართველოსთან ჩამოსულები ვინც ვიყავით, საპრიზოს გარშე უკან არავინ არ უბრუნდებით. და ყველა პორტალის გუნდია დასპონსორებული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პორტალს გვერდში დგომისთვის. მადლობა მას გვერდში დგომისთვის. ხო და მოკლედ მე უთხარი ამ ბიჭებსაც რომ მეთქი ამ ბიჭებს არა ორგანიზატორს უთხარი რომ მეთქი შენ მე საქართველოსში დაგინახო ჩამოსული მეთქი აი როგორც შენ შევხვდი მეთქი 10 მაგათ უარესად შეგხვდები მეთქი და კაი დღე არ დაგადგება მეთქი რა მე ბიჭებმა ტყუილად აზრი რა აქ მაგასთან ლაპარაკს რო აგინეს მე რა ისაო არ არის საერთოდ ეს ტიპი ვაფშე ვინ არისო ჩვენც არ ვიცითო რა ანუ ჟიგული ყავსო და ესო ჩვენ სპიროში არ არისო და აზრი არა აქვსო. და ეს ჟიგული რო ყავს მეთქი და მანქანებში ვერ ერკვევა მეთქი ესეთ კაცს ღონისძიება უნდა ჩაატარებინოთ მეთქი რა. იდოქში გავლანძღეთ ვაგინეთ არასწორები არიან ორგანიზატორები და ძალიან ცუდი შეჯიბრი იყო. მაგრამ ადგილობრივი სპორტსმენები და მონაწილეები მაქსიმუმად გვერდში გვედგნენ, იმიტომ რომ ხედავდნენ როგორი არასწორი საქციელები იყო. და იმედი მაქვს რომ ამ ტიპს ვიღაცას დაახოვინებენ ამის წესრიგით ჩაატარებს სამომავლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ამას ჩატარებულ ღონისძიებაზე აღარასოდეს აქ აღარ ჩამოვალთ. თქვენ კიდე მადლობა გვერდში დგომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს როგორც ჩვენ. კარგად იყავით.